ნახოთ რა წარმოადგენს ვილა. ანუ სულ ესეთი ვილებია ჩამწკრივებული. ირგვლივ. აბა ვნახოთ თქვენთან ერთად როგორ ვნახულობ ვილას. რაც წარმოადგენს მარიოტის ვილა. ვაუ. მეგობრებო, ეს რაღაც დიდია. ესეთ დიდ ვილაში ნამდვილად არ დავჩენილ ვარ. ნახეთ რა ხელახოლია. სტუდიო თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი, მისაღები ოთახი. ვაუ. მარიოტი ვიეტნამში, წარმოგიდგენთ. რა დონეა ნახეთ. რა ხდება? ვაუ, ჩვენი პირადი აუზიც გვაქვს. ეს რაღაც 64-ია უკვე ნამდვილად მეგობრებო. აი ესეთი 64. ნახოთ კიდევ შიგნით რა ხდება. აქ რა გვაქვს ჩვენ? ეს არის master bedroom-ის საპირფარეშო. როგორც ხვდები, საერთოდ master bedroom-ია. ამ თავარი საძინებელი. ნახეთ რა ხედებია ზღვაზე. და აუზზე. აქ რა ხდება, აბა ვნახოთ. ეს არის მეორე საძინებელი სტუმრებისთვის. და თავისი საპირფარეშოთი რა თქმა უნდა. და ბოლო ოთახში რა ხდება, ნახოთ აბა. ვაუ, მესამე საძინებელი თავის საპირფარეშოთი. ასე ცხოვრება მეგობრებო. ეს არის ზუსტად ის, რის გამო ჩამოვედი ვიეტნამში და ზოგადად აზიაში. მიზერულ ფასად სამეფო ცხოვრება. ამისთვის გადმოდიან მთელი მსოფლიოდან ამ ქვეყნებში და ეს არის ამ ქვეყნების პოტენციალი არის უზარმაზარი. ამიტომ აქ უძრავი ქონების ფლობა ეს არის საუკეთესო ინვესტიცია. ჩვენ შემთხვევაში ლუქსიუმი იქნება მიბმული არაპირდაპირად უძრავ ქონებაზეც მათ შორის და შესაბამისად ჩვენს პორტფოლიოში იქნება მხოლოდ პრემიუმ კლასის საუკეთესო უძრავი ქონება საგრძნობლად მისაღებად ფასში ვიდრე მსოფლიოშია და რა თქმა უნდა ამის მენეჯირება რომ შემოსავალი იყოს მაქსიმალური. ანუ უძრავი ქონება ცალკე ყოველწლიურად ფასში მატულობს და parallel ამისა როცა ამენეჯირებ, ანუ აქირავებ და ეს მთლიანი სერვისი გვექნება ლუქსიუმის ეს უკვე დამატებით ზრდის შემოსავლის წყაროს. ამიტომ ამის კომბინაცია და ლუქსიუმის უნიკალური თვისება, ანუ ფორმულა, რომელიც სულები დამოუკიდებლად სვავს ფასს და არავის ჩარევა არ ჭირდება, ეს კომბინაცია იქნება გადამწყვეტი მომავალი ფინანსური სისტემის ცვლილების. იმიტომ რომ ჩვენ ამით ვქნით ჰიბრიდულ ვერსიას, ანუ პირველი ის რომ თანამედროვე ფულს ვქნით, რომელსაც არ ჭირდება არანაირი манипуляცია, არანაირი ბირჟები და ასე შემდეგ და მეორეს მხრივ უძრავ ქონებას ვაბავთ ლუქსიუმს, რომ იმ ზოგიერთმა ექსპერტმა, ეგრეთ წოდებულმა, მაინც მიიღოს აღნიშნული იდეა ლეგიტიმურად, რომ მათ გონებაში, ან მათ ძველმოდულ, ასე ვთქვათ, გონებაში ეს მომენტიც დაემატოს. ასე რომ მომავალი ჩვენია და დაგვალოვდეთ.